პატარა სოკო დიდ ტყეში. ერთხელ უღრან ტყეში პატარა სოკო იყო. ის არ იყო მხოლოდ სოკო, არამედ ყველაზე პატარა სოკო, რომელიც ოდესმე გაიზარდა მსოფლიოში. მისი სახელი იყო პიპი. პიპი ყოველთვის ოცნებობდა გამხდარიყო დიდი და ძლიერი, ისევე როგორც მუხა, რომელიც იქვე იდგა და ავრცელებდა მათ ძლიერ ტოტებს. მაგრამ სამწუხაროდ ყოველ ახალ დღეს ის მხოლოდ პატარა გახდა და მის გარშემო ტყე უფრო იდუმალი გახდა. ერთ დღეს ტყეში უცნაური რამ მოხდა. ჩიტები გაჩუმდნენ და ქარიც კი თითქოს გაიყინა მოლოდინში. პიპიმ ცნობის მოყვარეობით სავსე გადაწყვიტა გაერკვია, რა იყო საქმე. ის წააწყდა უცნაურ არსებას მთვარის კატას, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ღამისციდან და ვარსკვლავებიდან იყო შეკერილი. კატა, ეძებს ფეფი, განაცხადა, თქვენ, პატარა სოკოს, შეგიძლიათ შეინახოთ ტყეში. ფეფე ძალიან გაკვირვებული და ჰკითხა, თუ როგორ მას, ასე პატარა, შეეძლო რაღაც მნიშვნელოვანი. კატამ განმარტა, რომ ტყეში ბოროტი სულები იყვნენ, რომლებმაც მზის შუქი მოიპარეს და ახლა ყველა მცენარე კარგავდა. პიპიმ, მიუხედავად მისი ზომისა, გადაწყვიტა მოქმედება. მან მთელი გამბედაობა მოიკრიბა და უფრო ღრმად შევიდა ტყეში. გზად მან ბევრი უცნაური არსება გაიცნო, მოლაპარაკე მაჩვი, რომელიც ცდილობდა საუბრის დაწყებას ფილოსოფიაზე და მოცეკვავე ხოჭო, რომელმაც თქვა, რომ ცხოვრება მხოლოდ ბუნებასთან ცეკვაა. პიპიმ გაიცინა და გზა განაგრძო, სანამ თავად არ შეუვარდა ბოროტ სულს, რომელიც გრძელი, მტკიცე მკლავებით ჩრდილს ჰგავდა. პიპიმ მთელი თავისი გამბედაობის გამოძახებით წამოიძახა, მე პატარა ვარ, მაგრამ ძალა მაქვს. მე დაუბრუნდები მზის და მისდა გასაკვირად ჩრდილმა სიცილი დაიწყო. მაგრამ პიპი არ დანებდა. მან თვალები დახუჭა და გაიხსენა მისი ოცნებები, რომ დიდი გამხდარიყო. ამ დროს მან მოულოდნელად იგრძნო ნაპერწკლის ანთება მის შიგნით და ის უზარმაზარ სოკოში გადაიზარდა და გარშემო ყველაფერს ქუდით ფარავდა. შეშინებული სული სიბნელეში გაუჩინარდა და მზის სხივებმა კვლავ შეავსეს ტყე. პიპი თავის ადგილზე დაბრუნდა და გახდა არა მხოლოდ სოკო, არამედ გამბედაობის სიმბოლო. ახლა მან იცოდა, რომ ყველაზე პატარებსაც კი შეუძლიათ სასწაულების მოხდენა და ტყე გაცოცხლდა, სიხარულითა და სინათლით სავსე.